ეს იქნება სრულად ახალი ეტაპის დასაწყისი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში. ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, პატრიარქს არ ქონდა შესაძლებლობა თუ საჭირო ჩათვლიდა ეთქვა რომ არავის იძულებით მე ეს ნაბიჯი არ გადამიდგამს და ეს იყო ჩემი ნების აღსრულება. მე ეს ადამიანს რომელიც კარგად ვიცნობდი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიჩენს კითხვას რატომ დატოვა ეს საკითხი პატრიარქმა ასე ღიად 9 წლის განმავლობაში იყო მოსაყდრე. როცა ამდენი კითხვა დაგროვდა მის მიმართ, როგორ ერთხელ არ გაუჩნდა სურვილი, რომ თუნდაც მედიის საშუალებით დალაპარაკებოდა საზოგადოებას. ახლა ვხედავთ, რომ ის ადამიანები მართლები ყოფილან, მართლა უცემიათ უსამართლოდ, მართლა უწამებიათ, ხო? შენ ერთხელ არ გაგიჩნდება სურვილი, თუნდაც არ ეთანხმებოდე მათ პოზიციას, რომ მიხვიდე და ნუ გეშისცე. თქვენ ახსენეთ მეუფე ზენონის ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ მეუფეში საშიში იქნება ქვეყნისთვისო და რატო იქნება საშიში, თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ? მიმაჩნია, რომ საშიში უკვე ის თუ შენ იქნები რაღაც გარკვეული სეგმენტის პატრიარქი მხოლოდ და არ იქნები ერის გამაერთიანებელი. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ პეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. ხვალ საქართველოსთვის ისტორიული დღეა. 50 წლის განმავლობაში პირველად საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი ეყოლება. როგორც იცით, სწორედ ხვალ არის დაგეგმილი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ. კანდიდატი კი სამია: მეუფე შიო, მეუფე გრიგოლი და მეუფე იობი. მართალია მეუფე შიო პირველივე მცდელობაზე, როდესაც კანდიდატების გამორჩევა ხდებოდა, პატრიარქობისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა დააგროვა, ანუ 20 ხმა აიღო, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ რაღაც სიურპრიზიც მოხდეს. ხვალ და მაგალითად მეორე ტური მივიღოთ. როგორ გამვითარდება ხვალ მოვლენები, რამდენად მოსალოდელია სიურპრიზი და რა მოხდება თუ მეუფე შიო გახდება პატრიარქი, როგორი იქნება ამის შემდეგ ქართული ეკლესია. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ლელა ჯეჯელავა. მოგესალმებით თავდალელა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე, ამ გადაცემაში, მაგრამ იმდენად აქტუალური თემაა, რომ კიდევ ვისაუბროთ უთუეთეს ახლა ფაქტობრივად ერთ დღეში ორშაბათს გაიწვევა ველიქება საქართველოს მომავალი პატრიარქი. ამდენი წლის მერე, 78 წლის მერე პირველად ეყოლება ახალი პატრიარქი და ამ პროცესს გარკვეულ ნებათაღელვა ახლავს. თან და ახლა კიდეც ხა ჩვენ ნახეთ რაღაც განცხადებები მეუფეების უკვე გამორჩევის მერე, სამი კანდიდატის გამორჩევის მერეც. თქვენ როგორ უყურებთ პროცესს, როგორ ფიქრობთ, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც მოსალოდნელი, ასე თქვა და შიო გახდება პატრიარქი თუ ელოდებით რაიმე სიურპრიზს? მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. ახლა ინტერესი რომ არის მაღალი, სრულად ბუნებრივია და ამაში გასაოცარი არაფერი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული ორშაბათს გაფართოებულ კრებაზე, ეს იქნება სრულად ახალი ეტაპის დასაწყისი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში 50 წლიანი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. პრინციპში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი ინსტიტუცია იყო, სადაც საბჭოთა პერიოდის მერე ადმინისტრაციული თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლილა, შესაბამისად არ შეცვლილა არსი იმ მოცემულობისა, რომელიც იყო თვითონ საბჭოთა პერიოდში. როგორც ჩანს, არ შეცვლილა დიდად მენტალობაც და ამას ახლა ძალიან მკაფიოდ და თვალსაჩინოდ აი ეს პროცესი დემონსტრირებს სწორად. თქვენ კითხეთ, როგორი იქნება ეს ყველაფერი. კარგი იყო, რომ მე ყოფილიყავი დარწმუნებული იმაში, რომ მე თქვა, რომ ალბათ როგორც ღმერთი ინებებს, ყველაფერი ისე იქნება, რადგან რაც არ უნდა იყოს, საქმე შეეხება ქვეყნის მთავარ რელიგიურ ინსტიტუციას.
ხო. ახლა მე მაქვს არჩევანი, თქვენ გიპასუხოთ, იქნება ყველაფერი ისე, როგორც დავუშვათ ჩაიფიქრა ნარიშკინმა, ჩაიფიქრა გუნჯაევმა და ასე შემდეგ და შემდეგ იმ სისტემურმა ჯაჭვმა, რომელიც დაინტერესებულია, რომ ცვლილებები არ შეეხოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის, ასე ვთქვათ, სისტემურად არ შეეხოს ეს ცვლილებები, თუ შემიძლია გიპასუხოთ, რომ ღვთისნებით მე ვერ იცვლილებებს. არა, სამწუხაროდ მართლა სასწაულის ტოლფასი იქნება ახლა, რომ რამე სხვა გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ვიდრე ის, რომელსაც ჩვენ ყველანი უკვეველით. მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანებმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო ერთი რამ, რომ მთავარი პერსონებში კი არ არის საქმე, ვინ არის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გზა, რომლითაც თითოეული კანდიდატი მიდის, აპირებს მისვლას საპატრიარქო ტახტამდე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რამდენად ექნებათ მზაობა სისტემური ცვლილებისათვის. ერთი შეხედვით, რომ ნახოთ რა არის გულსატკენი. გულსატკენია ის, რომ ცდილობენ, რომ რაღაცნაირად საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ აი ამ პროცესით. თითქოს ერთის მხრივ ჩვენ მოგვიწოდებენ იქითკენ, რომ პატრიარქს პატივი ვცეთ, მის სურვილს, მის ასე ვთქვათ, ნებას პატივისცეთ და მეორე მხრივ თვითონ აბსოლუტურად უგულვებელყოფენ იმ ტრადიციას, რომელიც დატოვა პატრიარქმა. მე კონკრეტულად გულისხმობ მართვა-გამგეობის დებულების სრულიად მოჯადოებულ დოკუმენტს, რომელიც აღმოჩნდა, რომ იმდენად წინააღმდეგობრივია სპეციალისტების აზრით, თვით რჯულის კანონსაც კი ეწინააღმდეგება რაღაც გარკვეულ მუხლებში, მე ახლა აქ სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ მანამდე რაც იყო, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ პატრიარქმა ეკონომიის წესით არაერთგზის გადაუხვია აი ამ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, მაშინ როდესაც მან გამოარჩია ეპისკოპოსები 35 წელზე უფრო ახალგაზრდები და ასეთი არის არაერთი მეუფე, რაც ასევე დებულებით არის შეზღუდული. აღმოჩნდა, რომ მან გამოარჩია ეპისკოპოსები, რომელთაც არ აქვთ სასულიერო განათლება და ესეც მოთხოვნილია ამ დებულებით. ესე იგი, იყო რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ის ფორმალობები, რომელიც ამ მართვა-გამგეობის წესით იყო განსაზღვრული და გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდა. ალბათ, ბევრად უფრო სამართლიანი იქნებოდა, ალბათ, ბევრად უფრო ზნეობრივიც იქნებოდა და ბევრად უფრო მეტად გამოხატავდა პატრიარქისადმი პატივისცემას, თუ გაგრძელდებოდა ის მიდგომა, რომელიც იყო და რამდენიმე მღვდელ მთავარს სრულიად ფორმალური მიზეზის გამო, რომელიც პატრიარქს უკვე ერთხელ ჰქონდა უგულვებელყოფილი, როდესაც ეპისკოპოსად გამოარჩია ისინი, პატრიარქისთვის არის საჭირო განათლება ამ წესით. დასაკვირველია. ისე ეპისკოპოსისთვის და მაშინ ეპისკოპოსადაც არ უნდა გამოერჩია. საქმე იმაშია, რომ ეპისკოპოსად თუ არის ხელდასხმული სასულიერო პირი და თუ ის არის სინოდის წევრი, მას უკვე იმავე დებულების მიხედვით რასაკვირველია აქვს უფლება, შეუზღუდავი უფლება, რომ თავი წარადგინოს პატრიარქობის კანდიდატად, იმიტომ რომ პატრიარქი არის თანასწორთა შორის პირველი. ანუ თანასწორია ყველა და იგულისხმება, რომ იქ ვინც არის დღეს სინოდის რამდენი წევრიც არის, თუ ასაკობრივ შეზღუდვას, რომელიც ასევე ცოტა უცნაურია, არ შევხედავთ, ხო? დანარჩენი ყველა იგულისხმება, რომ თანასწორია თავიანთ მდგომარეობაში, ხო?
მე მიმაჩნია რომ ეპისკოპოსები არიან. ხო ღერძი. ღერძი და მე მიმაჩნია რომ თუ კი ერთ შემთხვევაში შენ საუბრობ იმაზე რომ ერთი კანდიდატი პატრიარქმა გამოარჩია მოსაყდრად რომელიც აპრიორი არ ნიშნავს მემკვიდრეობას და ნიშნავს კონკრეტული ფუნქციების შესრულებას და ამას მიიჩნევ მის მთავარ უპირატესობად რატომ არ მიიჩნევ სხვა კანდიდატების შემთხვევაში ანუ მისაღებად და უპირატესად იმას რომ პატრიარქმა გადაწყვიტა ასე რომ ისინი ყოფილიყვნენ ეპისკოპოსები და მათ შორის იმდენად გამორჩეულები რომ ემითი რა ქვია ბრილიანტის ჯვრით რაც ყველას ასე ვთქვათ პატივი არ არის დღეს ვინც სინოდშია ხო სულ 4 ადამიანს აქვს ამითი გამოარჩია ანუ შენ თუ შეგიძლია მართლა პატრიარქის რჩეულის ასე უგულვებელყოფა რომ ადამიანმა უმაღლესი, ასე ვთქვათ, ნიშანი მისცა მას გამორჩეულობისა, ბრილიანტის ჯვრის ტარებით უფლებით დააჯილდოვა და შენ რაღაც ფარატინა დიპლომის გამო, ორი ფურცლის გამო მას ართმევ უფლებას, რომ პატრიარქი გახდეს, ფიქრობ, არ არის სამართლიანი და ეს იწვევს სწორედ ადამიანებში კითხვებს, ეს იწვევს გარკვეულწილად ცოტა უნდობლობასაც, გულისწყრომასაც და ტოვებს უსამართლობის განცდას, ხო, ძალიან ლოგიკურია ეს ამბავი. თან ასევე მინდა ვთქვა, რომ ეხლა ძალიან აგრესიული იყო მეუფე შიოს მხარდასაჭერად მიმდინარე კამპანია, რომლისთვისაც მობილიზებული იყო ეს ხელისუფლების პროპაგანდა და სამწუხაროდ მე ისეთი რამ მოვისმინე მეუფე ზენონის ინტერვიუში, რომ თურმე თავად საპატრიარქო უხდის ტროლბოტებს გარკვეულ თანხას და მათაც ყავთ ტროლბოტები, რომ ეს ჩემთვის იყო შემზარავი. მე გუშინას ვთქვი გადაცემაში მერავდა, კიდე გავიმეორებ, რომ საჯარო პერსონა ბუნებრივია მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენ ყოველთვის მისაღები ვერ იქნები, შენი მოსაზრებები ყოველთვის არ იქნება გასათვალისწინებელი, შენ გახდები ობიექტი ლანძღვისაც, შეურაცხყოფისაც, მაგრამ და ეს გასაკვირი არავისთვის არ არის, მაგრამ მე ხო გეუბნები ასეთი საკუთარ თავზე არასოდეს არ მიწვნევია ასეთი აგრესიული კამპანია ჩემს წინააღმდეგ, როგორც ეს მოხდა აი მეუფე შიოს სასარგებლოდ, ასე ვთქვათ, მოქმედი ტროლბოტების მხრიდან და ეს უბრალოდ მე არაფერს არ მავნებს აბსოლუტურად, ეს ჩემთვის სრულად არ არის პრობლემა, მე მიმაჩნია, რომ მეუფე შიოსთვის არის პრობლემა, თორე ჩემთვის არა. გარდა მაგის, აი სულ მაქვს კითხვა და ეხლა თქვენ როგორ ჟურნალისტ თქვენც დაგისვავთ ამ კითხვას. თუ ჩემს, ასე ვთქვათ, აზრში არის ლოგიკის ნაკლებობა. როდესაც პატრიარქმა მოსაყდრად დაასახელა 23 ნოემბერს 17 წლის, ხო, თავისი ბრძანებულებით მეუფე შიო, მაშინვე გაჩნდა ნეგატიური დამოკიდებულება, როგორც ეკლესიის შიგნით მისავე, ასე ვთქვათ, კოლეგებს, მღვდელმთავრებს შორის, ასევე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შორის და იყო მოსაზრება იმის თაობაზე, ამაზე საუბრობდნენ საჯაროდ მედიაში, ამაზე იწერებოდა, რომ ეს იყო გარკვეული იძულებითი ნაბიჯი პატრიარქის მიერ გადადგმული, იმიტომ რომ ამაში უკავშირდებოდა ეს მაშინ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაშინდელი, ასე ვთქვათ, საგარეო ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის ალფეევის ვიზიტს, რუსეთის ჩარევას და ასე შემდეგ. აი მითხარით, 2017 წლის 23 ნოემბრის შემდეგ იმ ბრძანებულების გარდა საჯაროდ პატრიარქის ერთი ფრაზა, ერთი სიტყვა არ მოგვისმენია არავის მეუფე შიოს მოსაყდრად გამოცხადების შემდეგ. ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, პატრიარქს არ ქონდა შესაძლებლობა თუ საჭირო ჩათვლიდა ეთქვა, რომ არავის იძულებით მე ეს ნაბიჯი არ გადამიდგამს და ეს იყო ჩემი ნების აღსრულება?
ძალიან მარტივი იყო, ხო? მით უმეტეს თუ ეს იყო ბრალდება საზოგადოების მხრიდან, მღვდელმთავრების მხრიდან, ანუ მისივე სულიერი ძმების მხრიდან წაყენებული მეუფე შიოს მიმართ, სად იყო პატრიარქი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ხოლმე, ამითი გამოირჩეოდა, რომ სიტუაცია ყოველთვის ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ყოფილიყო მომრიგებელი და მისი სიტყვა იყო გადამწყვეტი. სად იყო მისი ეს შემრიგებელი სიტყვა? სად იყო მისი ეს მამობრივი მზრუნველობის სიტყვა მეუფე შიოს მიმართ დასაცავი? მე ეს ადამიანს, რომელიც კარგად ვიცნობდი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ძალიან ხშირად მინახავს ის ურთულეს სიტუაციაში გადაწყვეტილებებს როგორ იღებდა, როგორ ცდილობდა და პოულობდა გამოსავალს ყველაზე რთული სიტუაციებიდან. მიჩენს კითხვას, რატომ დატოვა ეს საკითხი პატრიარქმა ასე ღიად. მე არ მინდა ვისაუბრო იმაზე, რა ვიცით, რა ინფორმაცია გვაქვს კულუარებიდან გამოსული, რა უთქვამს, როდის უთქვამს, იმიტომ რომ ეს არ იქნება ჩემი მხრიდან წესიერი, იმიტომ რომ სამწუხარო პატრიარქია აღარ არის ამ ქვეყნად და ის ამას ვერც დაადასტურებს, ვერც უარყოფს. მაგრამ ის რაც საჯაროა, ის რაც ჩვენ ვიცით და ის რა კითხვებიც გვიჩნდება, ამაზე ხომ შეიძლება საჯაროდ ვიმსჯელოთ. ეს იყო საჯარო დისკუსიის საგანი. საერთოდ რატომ ემალება მეუფე შიო საჯაროობას? როცა ამდენი კითხვა დაგროვდა, 9 წლის განმავლობაში იყო მოსაყდრე. როცა ამდენი კითხვა დაგროვდა მის მიმართ, როგორ ერთხელ არ გაუჩნდა სურვილი, რომ თუნდაც მედიის საშუალებით დალაპარაკებოდა საზოგადოებას. მარტო მასთან ლიტურგიაზე მისული მრევლი არ არის საზოგადოება. ის არ იქნება მარტო ის არ იქნება მარტო იმათი პატრიარქი. და არც მარტო მრევლის პატრიარქი. თუ მას სურვილი აქვს, რომ იყოს ერი სულიერი მამა, რისი პრეტენზიაც ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ხო? მაშინ სხვაგვარად უნდა იქცეოდეს. მაშინ მისი წარმომადგენელი ჟურნალისტებს ტაძრის მიღმა არ უნდა აყენებდეს როგორც რაღაცა განკიცხულებს და საზოგადოების რაღაცა ისეთ უმდაბლეს კასტას, რომელსაც არ აქვს უფლება ტაძარში შევიდეს. ის მისი მოვალეობაა, რომ თავად ურწმუნონი დააბრუნოს ქრისტეში და როგორ აპირებს ამის გაკეთებას? როგორ აპირებს ტაძრიდან ხალხის გამოდევნით, თუნდაც მედიის და ჟურნალისტების, როგორ აკეთებს ამას იყოს ყველას პატრიარქი, როდესაც 9 წლის განმავლობაში, კი არა, ბოლო პერიოდში თავი დავანებოთ იმ ურთულეს მომენტში ამ ქვეყნის ცხოვრებისა, როდესაც ამდენ ადამიანს მიაჩნია თავი უსამართლოდ დევნილად, როცა ამდენ ადამიანს მიაჩნია თავი უსამართლოდ დაჩაგრულად და ახლა ვხედავთ, რომ ის ადამიანები მართლები ყოფილან, მართლა უცემიათ უსამართლოდ, მართლა უწამებიათ, ხო? შენ ერთხელ არ გაგიჩნდება სურვილი, თუნდაც არ ეთანხმებოდე მათ პოზიციას, რომ მიხვიდე და ნუ გეშისცე. რანაირად უნდა იყო ჩემ პატრიარქი გამაგებილი, რანაირად გინდა ეს პატრიარქობა? მარტო გრეჩიხას პატრიარქი უნდა იყო? კი ბატონო. მომღერალ უცნო. კი ბატონო, იყავი. ხო, ყველას აქვს თავისი ყველას აქვს თავისი კი, ყველას აქვს თავისი არჩევანი. აბსოლუტურად ყველას. პატრიარქის არჩევანი ყოფილიყო, რომ ის ყოფილიყო მთელი ერი სულიერი მამა და აი დღევანდელი მონაცემებიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის მან გარკვეულწილად ეს მისია შეასრულა. ნახოთ შემდგომში ისტორიული გადასახედიდან როგორი იქნება ეს სურათი, მაგრამ მეუფე შიოს არჩევანია იყოს უცნობის გოგა ხაინდრავას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც სულ არ აინტერესებს პატრიარქი შიო იქნება თუ რა ერქმება მელქისედეკი, მთავარია რომ მისი მორჩილი იყოს, მეტი ინტერესი არ აქვს.
მისი არჩევანია ეს და მე რო გითხრა რომ ამ არჩევანს პატივს ვცემ თქო ტყვილი იქნება ვერ ვცემ ვერაფრით პატივს მაგრამ ნუ მე არ მაქვს უფლება მას აუგრძალო ისე როგორც მას არ აქვს უფლება ამიგრძალოს მე მქონდეს ჩემი აზრი მასთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ მეუფე ზენონის ინტერვიუ სადაც მან თქვა რომ აი მეუფეში საშიში იქნება ქვეყნისთვისო და რატო იქნება საშიში თქვენ რა დასკვნა გამოიტანა ნუ მეუფე ზენონს ალბათ ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს შიგნით რა ხდება ვიდრე მე ბუნებრივია მაგრამ მე როგორც ერთ რიგით მოქალაქეს რომელმაც ცუდად არ იცის რიგითობის კვალობაზე საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე პროცესები ზოგადად მიმაჩნია რომ საშიში უკვე ის თუ შენ იქნები რაღაც გარკვეული სეგმენტის პატრიარქი მხოლოდ და არ იქნები ერის გამაერთიანებელი. ერის გამაერთიანებელი დიდი ნაწილისა ხო არ იყოს რომ მე ასე მომეწონა რომ ის გულსხმობ ეკლესიაშიც ერთიანობა დაიყოს. რასაკ მეც დამრჩა ეს დაბეშტილება რომ შეიძლება ეკლესია ვეღარ იყოს მონოლითური ეს ძალიან მძიმე იქნება და მოდი ვიფიქროთ რომ ამასაც არა ესეც ნამდვილად არის რისკ ფაქტორი რომ შეიძლება ასე მოხდეს გააჩნია ორშაბათს როგორ წარიმართება ვითარება რა ტიპის როგორ არ იკრება დაგეგმილი მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დახურული იქნება როგორც ვთქვი ხო რა ვიცი გამოსვლებს ვერ მოვისმენთ იცით რა პატრიარქის არჩევა როდესაც მოხდა ხო 77 წელს მაშინ რომ კრების გადაცემა არ ხდებოდა ტელევიზიებით ეს სრულად გასაგები ამბავია საბჭოთა კავშირი იყო ხო პირდაპირ ეთერები არ არსებობდა მაგრამ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ ცხოვრობთ საინფორმაციო ეპოქაში სადაც უბრალოდ ინფორმაციის შეკავება და დამალვა არის სრულად შეუძლებელი. Ვფიქრობ, რომ ნამდვილად იქნებოდა სრულად ისეთი გონივრული ნაბიჯი, რომ მომხდარიყო კრების ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევარი საუკუნის განმავლობაზე ეკლესიის ისტორიაში მოვლენის ტრანსლირება, რომ აღარ გარჩენილიყო კითხვები, რომ უფრო მეტი სანდოობა ქონოდა ამ პროცესს, ხო? ადამიანები ხომ არ ითხოვენ იმას, რომ ყველა შეგვიშვიქ არიან დელეგატები, წარმოდგენილები მონასტრებიდან, საერო პირები, ეპარქიებიდან და ასე შემდეგ და შემდეგ. ხო, მაგრამ ამისი თვალის დევნების შესაძლებლობა რო ქონოდა საზოგადოებას, არაფერი ამაში არ იქნებოდა, იმიტომ რომ იქ კანდიდატებმა უნდა თავისი მოსაზრებები წარმოადგინონ ორმა უკვე გაგვიზიარა და მეტნაკლებად ჩვენთვის ცნობილია რის გაკეთებას აპირებენ და სხვათა შორის ორივე კანდიდატის წარმოდგენილი ასე ვთქვათ ხედვები იყო ჩემთვის საკმაოდ საინტერესო საარჩევნო პროგრამას გულისხმობ კი იცით რა მე უბრალოდ მეუფე გრიგოლის დიახ სამწუხაროდ ჩვენ არ გვინახავ ჯერ მეუფეშიოსი მე უბრალოდ მიმაჩნია რომ იმ ორმა კანდიდატმა აბსოლუტურად რეალურად შეხედა ვითარებას და ამითი რომ კრებამდე რამდენიმე დღით ადრე წარმოადგინა ეს პატივისცა საზოგადოებას მათ ინტერესს და შესაბამისად ეს გააკეთა იმიტომ რომ გვითხრეს რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი როგორ შეაფასებთ ჩვენ ხედვებს როგორ უყურებთ და ეს საჯაროობა მათი მხრიდან მეუფე იობის მხრიდანაც და მეუფე გრიგოლის მხრიდანაც არის ძალიან მისაღები და დასაფასებელი. ნუ ამ შემთხვევაშიც მეუფეშიომ ამჯობინა რომ ყოფილიყო მიუწვდომელი ჩვენთვის მისი ხედვები. თუმცა ხო ეს 9 წლიანი პერიოდი, როდესაც ის იყო მოსაყდრეთ და ამ 9 წლიანი პერიოდის ანალიზი ჩვენ გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას და ასე რომ მეუფეშიოს ყველა როგორი შეიძლება იყოს მეუფეშიოს პირობებში
ეკლესია? ძალიან ჩაკეტილი ძალიან ჩაკეტილი ორგანიზაცია, აბსოლუტურად ჩაკეტილი და ეს იქნება უბრალოდ არა საკონსტიტუციო შეთანხმება, რასაც ითვალისწინებს ორი თანასწორი ინსტიტუციის დამოკიდებულება, ანუ სახელმწიფოსი და ეკლესიისა როგორც პარტნიორებისა, არამედ ეს იქნება დანამატი უბრალოდ სახელისუფლებო. სამწუხაროდ. თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის გავლენა ძალიან დიდი იყო. ხო, პრინციპში ახლა აქამდეც ხელისუფლებასთან კარგად იყო ეკლესია ხელისუფლებასთან. საქმე იმაშია, რომ ხელისუფლება გამომდინარე პატრიარქის ავტორიტეტიდან თავს ვალდებულად თვლიდა, რომ გაეთვალისწინებინა საპატრიარქოს აზრი. გარკვეულწილად წასულიყო დათმობებზე, გარკვეულწილად ვალდებული ხდებოდა, რომ მისთვის მეტი ბენეფიტი მიეცა და ჩვენ ვხედავთ ყველა გართულებული ვითარების მერე, კარგად რომ გავიაზროთ ეს პროცესი, ხელისუფლებას უხდებოდა ან ბიუჯეტიდან თანხის რაოდენობის დამატება, ან სახელმწიფო ქონების რაღაც დიდი რაოდენობის გადაცემა და ასე შემდეგ და შემდეგ. ამიტომ რასაკვირველია, ეხლა პატრიარქის არყოფნის პერიოდში ხელისუფლებას ასეთი ვალდებულებები ნაკლებად ექნება და ეკლესიას ამ თვალსაზრისით მოუწევს, რასაკვირველია, მადის ცოტა შემცირება, მე ვგულისხმობ ფინანსური და ქონებრივი ბენეფიტების მიღების თვალსაზრისით და მისი გავლენები ისე დიდი ვეღარ იქნება, რომ ხელისუფლება ვალდებული გახდეს, რომ ეკლესია ძალაუფლებაში ჩაიზიაროს. მაგრამ იმ სივრცის სრული პატრონი ძალაუფლების იმ სივრცისა, რომელიც დარჩება საქართველოს ეკლესიას ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, სრული ბატონ პატრონი იქნება, რასაკვირველია, მეუფეშიო და მოაწყობს იმგვარად, როგორადაც ის თვითონ ხო, შეიძლება სინოდი ახლა უფრო მძლავრი გახდეს, თქვათ, უფრო მნიშვნელობა შეიძინოს უფრო მეტი, გამოდარი იქედა, რომ მაშინ თუ ილია მეორეს უფრო უწევდნენ, ასე თქვათ, მის ავტორიტეტს ანგარიშს, ახლა შეიძლება შეოს მეტი წინააღმდეგობა შეხვდეს სინოდში, არა? აღარ ველი მე ამას, იმიტომ რომ არის ასეთი გამოთქმა, რომ ბრძოლის მერე მუშტებს არ იქნევენ და სრულად სწორი გამოთქმა. სინოდს ჰქონდა შესაძლებლობა, სხვათა შორის პირველივე შეკრებაზე, რომ გამოეჩინა თავისი ძალა და ეს იყო, რომ მათ შეეძლოთ, რომ მოსაყდრეთ არ დაემტკიცებინათ მეუფეშიო და აერჩიათ ქიროტონით უფროსი, მე მგონი ანანია ჯაფარიძეს უწევდა მეუფე ანანია ჯაფარიძეს და ის ყოფილიყო 40 დღის განმავლობაში პატრიარქის მოსაყდრე. ეს აჩვენებდა მეუფეშიოს რეალურად იმას, რომ მოსაყდრეობა არ ნიშნავს მემკვიდრეობას, მაგრამ ისინი ამაზე არ წავიდნენ, მით უმეტეს თავიდანვე თვითონვე ამბობდნენ, რომ იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, კანონიკური დარღვევები მეუფეშიოს მოსაყდრედ გამოცხადების დროს. ასევე მათ შეეძლოთ უფრო ადრე პატრიარქისთვის ეთქვათ უარი, რომ არა ამ ფორმით ჩვენ ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს შესაძლებლობები სინოდმა გაუშვა, რაც იქნება. ველოდებით, რომ რაიმე სიურპრიზი მოხდება ახლა არ ორშაბათს არჩევანი. მაგალითად, მე არ ველი იმას, რომ თუნდაც იმ 15-ია თუ რამდენი მღვდელმთავარია, რომელიც არ არის მომხრე მეუფეშიოსი, ეყოფათ ძალა და უბრალოდ არ მივლენ კრებაზე, იტყვიან, რომ წინა პროცესი იყო უსამართლო და მანამდე უნდა მე მაგალითად მაქვს ჩემს ცხოვრებაში ამ ტიპის გამოცდილება, რომ გამიკეთებია ასეთი რაღაც, ხო? აი ესეთი ამბოხი მქონია, მაგრამ რაც სრულად მოულოდნელი იყო. აი მე მაგალითად მე
მეხუთე კლასში მედლის კანდიდატმა, როდესაც 6 გამოცდა ჩაბარებული მქონდა უკვე და ძალიან დავიღალე იმით, რომ ქალაქის სამინისტრო, ქალაქის სამმართველო რაიონის განათლების სამინისტრო ყოველ გამოცდაზე იყო და საშინლად დაძაბულ ატმოსფეროში მიწევდა გამოცდების ჩაბარება. ბოლო გამოცდაზე, უკანასკნელ გამოცდაზე როცა ვნახე, რომ ყველანი ისევ სახეზე იყვნენ, თქვი რომ მე ამ გამოცდაზე არ შემოვალ, ჩამტოვეთ კლასში. საბჭოთა მოწაფისგან ეს იყო მეხის გავარდნა, თან მედლის კანდიდატისგან და მე გადავიაზრე, რაც შეიძლება მომხდარიყო ყველაზე უარესი ვარიანტები და თქვი რომ მე ამის გადატანა შემიძლია, კი ბატონო და მე მგონი იმათაც გაიაზრეს მე ეს ამბოხი, მე რო დავესაჯე ეს ამბოხი, რას გამოიწვევდა, ხო რა მაგალითი იქნებოდა და გადაწყვიტეს, რომ ისე მოქცეულიყვნენ როგორც უნდა, ბოდიში მომიხადეს, რომ კიო უსამართლოდ მოვიქეცით. ხო და თქვენს წინაშეო ძალიან ხო მკაცრ პირობებში მოგიწიათო გამოცდების ჩაბარება უსამართლო. საბჭოთა პერიოდშიც კი გაჭრა 17 წლის ბავშვის ამბოხმა და ახლა ამხელა ეპისკოპოსები რო ქვიათ, სიტუაციის გარდატეხა შეუძლიათ თუ მოინდომებენ, მაგრამ ამას შინაგანი ნებელობა ჭირდება და ძალა ჭირდება. 20 ხმა ხო აქვს, ან ზვარზეა ხო, ერთი ხმით მეტი არის, რაც ჭირდება. ხო, ახლა ერთი ადამიანს რო გადაიფიქროს, შეიძლება მეორე ტური გახდეს საჭირო. ალბათ, კი. მაგრამ ამას არ ელოდება. თუ შეიძლება პირიქით უფრო მეტიც აიღოს. ხო, შეიძლება კიდევ უფრო მეტიც აიღოს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ამბავია, რომ ძალის ცენტრს საითაც ხედავენ, იქით იწევენ ხოლმე, ხო. ასე რომ მე არ ველი, მაგრამ ვინ იცის რა ხდება. თუმცა სიტუაციის შეცვლა თეორიულად შესაძლებელია. თეორიულად შესაძლებელია. თუ მიაჩნიათ, რომ პროცესი ნამდვილად უსამართლოდ მიდის და თავად ლაპარაკობენ, რომ დიპლომები ქრება, იკარგება, თავად ლაპარაკობენ, რომ ეს ადამიანი საშიშია, თავად ამბობენ ეკლესიისთვის, თავად ამბობენ, რომ ჩარევები არის, თავად ახსენეს ვიღაც ბიზნესმენი, რომელიც სხვათა შორის მე სულ არ გამჭირვებია, ესე დავასახელე თქვენ გადაცემაში თავის დროზე, ვინც დადიოდა, ხო, ვანო ჩხარტიშვილი, ხო? გავიხსენოთ, რომ თქვენ თქვით მანამდე და მე მეუფეზემონას თქვა, რომ ერთ-ერთი ბიზნესმენი დადიოდა, რომ მეუფეებისთვის ეთხოვა შიოსთვის ხარდაჭერა. ხო. გასაგებია ხა რატო ბიზნესმენი და არა მაგალითად რომელიმე გავლენიანი პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ბიზნესმენს ბუნებრივია ესეთი ფართო ჯიბი აქვს და შესაბამისად ხო არ უჭირს ხელის ჩაყოფა და ან მარტივი ამბავია ეს და ეს ამბები გამოდით თან თვითონვე ადასტურებენ ამას ხო თვითონვე ადასტურებენ და შესაბამისად თუ ეს ყველაფერი ესეა ესე იგი აქ არც ღვთისნებაა და არც სულიწმინდის მადლი და ადგნენ და თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები. თუმცა მე როგორც ვნახე ახლა სინოდის წევრების განცხადებას, ამბობენ რომ მაინც მთავარია ერთიანობა და კი შეიძლება იყოს ასხოსობა რაღაცა უსამართლობაც იყოს, მაგრამ ერთიანობის გამო რომ ეს არ მოხდეს, ეკლესია გაიყოს, დაპირისპირება იყოს და ასე შემდეგ, ამის გამო შეიძლება ბევრმა ვიღაცამ რაღაცაზე თვალი დახუჭოს. და საერთოდ ერთიანობა შენარჩუნდება. არ ფიქრობთ რომ შეიძლება სწორი მიდგომა იყოს? არ ფიქრობ, ერთიანობა უსამართლობაში არის სრულიად წარმოუდგენელი რამ ქრისტიანული თვალსაზრისით. ერთიანობა ძალმო და თვალის დახუჭვა უსამართლობის მიმართ, ანუ ეს არის, არ ვიცი, რანაირ ერთიანობაზეა ლაპარაკი. მაშინ ეგ ქრისტეს ეკლესიისთვის კი არ არის ერთობა, სხვა რამისთვის არის ერთობა. თორე ქრისტეს ეკლესიაში შეუძლებელია თვალის დახუჭვა უსამართლობაზე, ჩაგვრაზე, ძალმომრეობაზე და ასე შემდეგ. რა არის თავარი? ქრისტე თუ ერთიანობა? თუ ქრისტეში არ ხარ, რა აზრი აქვს ასეთ ერთიანობას ეკლესიისთვის? არ მესმის.
ხო, ну ერთი ის ვფიქრობთ, რომ უსამართლობა შეიძლება ხდებოდეს, რადგან ვიღაცებს არ მისცეს გენჭისყრის საშუალება. მეორე ვფიქრობთ, რომ ჩარევა შეიძლება ხდებოდეს, როგორც ვიხდი ხო, ხელისუფლების მხრიდან. მერაბ ძალიან მარტივია. ამათ უნდა თავისი ნებელობა გამოეხატათ უფრო მკაფიოდ. იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც თვლიან, რომ მეუფე შიოსთან დაკავშირებით ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და არ არის. პირველ რიგში, ჩემთვის როგორც კიდევ ერთხელ ვამბობ, მოქალაქისთვის და ისევ და ერთი წევრისთვის, ეკლესიისთვის, მთავარი კითხვა დგას პატრიარქის ნება. იყო თუ არა, იმიტომ რომ იმ განცხადების გარდა 9 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ისევ ფიზიკურად მეტნაკლებ ძლიერებაში მყოფმა პატრიარქმა, რომელსაც შეეძლო ქადაგებაც, გამოსვლაც და ყოველ შემთხვევაში ტექსტის კარნახიც, რატომ არ გვითხრა, რომ შეწყდეს საუბარი იმაზე, რომ მე რამე იძულების ქვეშ ვიყავი, როდესაც მეუფეშიო გამოვარჩია. არ გიჩნდებათ თქვენ კითხვა? არა, კითხვა მე ვიცი, მეგობრებო, მაგრამ რა იძულება შეიძლება, აი თქვენ გახსენეთ ხო რუსეთის ეკლესია და ხეების ვიზიტი, ხო? დიახ. რა ბერკეტი ქონდა შეიძლება ქონოდა რუსეთის ეკლესიასთან ახსენებს, რომ ასეთი რამე იძულებინა პატრიარქისთვის. ბერკეტები ბევრი არსებობს ძალიან. საბჭოთა პერიოდში საბჭოთა უშიშროება ძალიან სერიოზულად ზრუნავდა იმაზე, რომ ისეთი ბერკეტები შეექმნათ, რომელიც აბსოლუტურ მორჩილებაში ამყოფებდა სასულიერო პირებს. ამიტომ ახლა არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. ფაქტია, რომ ბერკეტები არსებობდა, სხვაგვარად საბჭოთა ეკლესია არ იმართებოდა. ჩვენი ეკლესიის მართვა გამგეობაში საბჭოთა პერიოდის მერე არაფერი არ შეცვლილა. აი ეხლა დგება შესაძლებლობა, რომ შეცვლილიყო და რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ არ შეიცვალოს. ან თქვენ ვფიქრობთ, რომ ეს რუსეთის გამარჯვება იქნება? იცით რა, რუსეთმა ისეთი მარცხი იწვნია რელიგიური ინსტიტუციები, რომ ვერ დაიცვა სომხეთში და აზერბაიჯანში, რომელიც სადაც მისი გავლენის ბერკეტები რასაკვირველი არსებობდა, ამან რეალურად მან ორ ქვეყანაში გავლენები მინიმუმამდე შეუმცირა. ხო, უკრაინაშიც ნაწილობრივ, ხო, უკრაინაში მაინც სხვა ფორმატი გვაქვს ურთიერთობისა და ამიტომ ბუნებრივია იგივე შეცდომას, რომ ისინი საქართველოში არაფრის ფასად არ დაუშვებდნენ. მე ეს ზუსტად შემეძლო მეთქვა რამდენიმე წლის წინაც კი. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ თუ აღმოჩნდებოდა, რომ ეკლესიაში არის 5 მართალი მაინც ბედი გადაწყდებოდა ისე, როგორც უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ რა ვიცი, ნახოთ. რატო? ნახეთ, რომ 14-მა კანდიდატმა მისცა წინა გაუწიეთ. 14-მა კანდიდატმა, რომელმაც მეუფე, არა, 14-მა ეპისკოპოსმა, რომელმაც მეუფეშიო არ აირჩია, ანუ არ მისცა ხმა, ეს არ ნიშნავს, რომ 14 მართალია. მე როდესაც გულისხმობ მართალს, გულისხმობ სხვა რამეს. მართალს სხვა ძალა აქვს. გარდა იმისა, რომ ვიღაცას კენჭი უყაროს ან არ უყაროს. ხო, საინტერესოა. ნახოთ, ყოველდღიური კრება რა შედეგს მოიტანს, საბოლოო ჯამში რო შევაჯამოთ მთელი. ნუ ბოლო კრება მხიარული დარჩეს მთავარი ეგ. კრება დარჩა მხიარულიო, ეგრე არ მოგვივითეს. ხო, მე ეგრე არ იქნება. უბრალოდ რო შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელი საუბარი, თქვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც ცვლილება ეკლესიაში, რეფორმა, თქვათ, სხვა გზით სიარული, ეს არაფერი დარჩება ისე როგორც ცვლილებები იქნება, ოღონდ ეს არ ნიშნავს არსობრივ ცვლილებებს. ეხლა ვიღაცებს სადღაც შეიძლება გადაადგილდნენ რაღაცები შეუცვა. ეს იქნება ის ცვლილებები, რომელიც სისტემას მეუფე შიოს ხელში უფრო მოქნილს გახდის სამართავად. ამ ნიშნით, თორე ის რომ ეკლესიაში ადმინისტრაციაში შეიცვალოს მიდგომები, მე არ მაქვს იმის იმედი. მე არ მაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ სამწუხაროდ ამ მოცემულობით ეკლესია იქნება როგორც უნდა იყოს, უსამართლოდ დევნილთან უგეში,
ჩაგრულთან უგეში, უპოვართან უგეში და ასე შემდეგ და ტყვეების და ასე შემდეგ. ანუ ფიქრობთ იქნება ხელისუფლების ნუგეში. იქნება ეკლესია, იქნება ნამდვილად ხელისუფლების ნუგეში. გასაგებია, ნახოთ საბოლოო ჯამში თქვენი პესიმიზმი გამართლება თუ უფრო იცი რა, ეს ის შემთხვევა გულწრფელად ვამბობ, როდესაც ალბათ აი ყველაფერს დავთმობდი, დიდი სიამოვნებით მოვიხდიდი ბოდიშს, თუ კი ეს ჩემი სიტყვები არ გამართლდება და იქ სხვა პროცესები წავა, ასე ბედნიერი, რომ შევცდი, არასოდეს არ ვიქნები, როგორც იმ შემთხვევაში, თუ მე მართლა შევცდები. ვიქნები ბედნიერი ჩემი შეცდომის გამო. დამიჯერეთ. გასაგებია, მადლობა დიდი ინტერვიუსთვის.